დამოკლეს მახვილი. დღევანდელი ფრაზა. საიდან მოფრინდა ჩვენამდე და რა დროს ვიყენებთ ამ გამოთქმას. ციცერონი მოგვითხრობს, რომ ძველი წელთაღრიცხვით მე-5-4 საუკუნეებში სიცილიის ქალაქ სირაკუზას განაგებდა ტირანი მეფე დიონისე. მიუხედავად მისი ძლიერებისა და სიმდიდრისა, ეს ადამიანი იყო უაღრესად უბედური. და რატომ? მკაცრმა და ხისტმა მმართველობის სტილმა მას უამრავი მტერი შესძინა. და აი ეს შიში, მუდმივი შიში არ სტოვებდა მას, რომ მისი მოკლა უნდათ. ალბათ არ იყო ეს შიში უსაფუძვლო და არც თვითონ არენდობოდა, მოკლედ არავის გარშემო არავის არენდებოდა თავის გარემოცვას, მხოლოდ აი იმდენად არენდობოდა, რომ წვერის გაპარსვასაც კი მხოლოდ თავის ქალიშვილს ანდობდა. და აი ესეთი იმით რა ქვია, მუდმივი შიშით და მუდმივი აი ამ განცდებით ცხოვრობს ადამიანი და უცებ ვინმე სასამართლოს გამრიგებელი ვინმე დამოკლე აღფრთოვანებით, ესე იგი კომპლიმენტებით ამკობს, რომ აი რა კარგია ეს ნეტარი ცხოვრება და მეფის და ასე შემდეგ და ნუ ეს არის შურით აღვსილი ადამიანის აღტაცებით, ესე იგი ამკობს მეფეს, რომ აი რა კარგია მეფობა. და ამ აღტაცებამ ისე გააღიზიანა დიონისე, რომ შესთავაზა დამოკლეს ერთი დღე, აი მოდი დაჯექი ჩემს ტახტზე, იყავი მეფე და მიიღე აი რადგან ასე ხიბლავს ჩემი ნეტარი ცხოვრება, მიიღე სიამოვნება აი შენც ამ მეფობისგანო. მართლაც გითხარით უკვე რომ გამართეს ნადიმი, თავზე საყრელი, კერძები, საჭმელი, სასმელი, დროსტარება, ერთობა მოკლედ, დამოკლე და ჭკუაზე არ არის ისე მოსწონს მეფობა და უცებ აიხედავს თავს ზემოთ და რას დაინახავს? დაინახავს ცხენის ძუაზე, სუსტ ძუაზე დაკიდებულ ბასრ მახვილს, რომელიც პირდაპირ მისი თავის დამიზნებულია მის ტახტთან, მის თავთან და ღმერთმა აღრქნას და ეს ცხენის ძუა რომ გაწყდეს, მახვილი პირდაპირ თავში დაეცემა და ახლა ესეთი მახვილი რას უზავდა დამოკლეს, იმდენი ტვინი კი ქონდა, რომ წარმოიდგინა რაც დაემართებოდა და წამოხტა მოკლედ ამ ტახტიდან და გაიქცა. არ მინდა არც თქვენი მეფობა მინდა, არაფერი არ მინდა, ნუ თავი დამანებეთო. ამით რა უთხრა დიონისემ დამოკლეს, რომ მეფობა არ არის თლად ნეტარი ცხოვრება, მეფობა არის მუდმივი საფრთხე მომავლის შიში, ნუ აი მოსალოდნელი უსიამოვნება და საფრთხე, რომელიც შეიძლება ნებისმიერ მომენტში დაგვატყდეს თავს. დღეს შეიძლება მეფე ვარ, მშვიდობიანად ვარ, მაგრამ ხვალ შეიძლება აი ეს დამოკლეს მახვილი პირდაპირ თავში დამეცეს. აი ეს მახვილი. ნუ აქედან უკვე წამოვიდა და დაერქვა ამ მახვილს დამოკლეს სახელი და დღეს ის უკვე ჩვენ ფართოდ გამოიყენება არა მარტო მეფეების ცხოვრებაში, არამედ ჩვენ შეგვიძლია, ჩვენ ყველას გვქონია ესეთი სიტუაცია, რომ აი დღეს რაღაცა ვფიქრობთ, რომ ხვალინდელზე რაღაცა შიში გვაქვს, რაღაცა საფრთხის მომავლის საფრთხე, აი ეს რაღაცა ის მომენტები არის ისეთი, როდესაც გვეშინია რაღაც, რომ რაღაც უსიამოვნება მოხდება. და ჩვენ ვამბობთ ხოლმე, რომ ხო, ნუ აი ეს ამბავი ჩემს თავზე რაღაცა დამოკლეს მახვილივით კიდია.
პოლიტიკურ კონტექსტში ეს გამოთქმა ჯონ კენედი მიხმარა ცივი ომის დროს, აი ერთმანეთს რო საბჭოთა კავშირი და ამერიკა რო ებრძოდნენ მოკლედ აი ამ ბირთვული იარაღით ეს მუქარები რო იყო და 1961 წელია და გაეროში ჯონ კენედი გამოვიდა სიტყვით, სადაც მან ასეთი რამე თქვა. დავიკითხავ ხოლმე. ყველა კაცი, ქალი და ბავშვი ცხოვრობს თავზე დაკიდული დამოკლეს ბირთვული מחვილის ქვეშ. და რომ ამ უწვრილესი ძაფების გადაჭრა ნებისმიერ დროს შეიძლება მოხდეს შემთხვევით, არასწორი გათვლის ან სიგიჟის გამო. მე მგონი ახლა იცით ხო, რომელ ქვეყანაზეც ჩვენს მეზობელზე არის საუბარი და მე მგონი ბევრი არაფერი შეცვლილა მაგ ქვეყნის ცხოვრებაში რაღაცას ერთი იმით მიდიან და მუდმივად რაღაც აი მთელ მსოფლიოს აი ამ შიშის ქვეშ ამყოფებენ და აი მაგათია ეს მუქარა და ეს ბირთვული იარაღი, რომელსაც ფლობენ, მართლა დამოკლეს מחვილებით კიდია მთელ მსოფლიოს თავზე. მოკლედ მე მგონი რაც შეიძლება გითხარით, მოკლედ და დანარჩენი შეგიძლიათ უკვე მოწებნოთ Google-ში, დასერჩოთ ინტერნეტი, გამოიყენოთ ზედმეტი ცოდნისთვის და ზედმეტი ცოდნა არასდროს არ არის ცუდი. მომავალ ფრაზამდე.